ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის და განსაკუთრებით ალბათ ჩვენი გმირების ოჯახის წევრებისთვის და ასევე ორმაგი კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ როგორი მცდელობა მიზანმიმართული, მოღალატეობრივი, მე ესე ვიტყოდი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან სარისკო პოლიტიკით, ამ რიტორიკით ახორციელებს და მიდის ანტიეროვნული ძალა ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ ყველასთვის ჩვენთვის ვისვიცა საქართველოს მომავალი მშვიდობიანი, სტაბილური, დამოუკიდებელი და განვითარებული არის მნიშვნელოვანი. ეს რა თქმა უნდა მათი რიტორიკა და პირდაპირ მე ესე ვიტყოდი ქალტოვოსუდან რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა ჩვენი ქვეყნის არის ზუსტად ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. იცით რა, მე არ მქონია არავითარი ილუზია არც წელს, რომ განსაკუთრებით რამე შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, იმ დროს სანამ არის ბიძინა ივანიშვილი და ანტიქართული ოცნება ძალაუფლებაში, მანამდე ისტორიის გადაწერის მცდელობები იქნება, ამას ემსახურებოდა წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 2019 წლიდან ალბათ უფრო ესე უნდა ავიღოთ ორიენტირი, მათ შორის წულუკიანის კომისია, ღალატის კომისია, მათ შორის რიტორიკის შეცვლა, იმიტომ რომ პოლიტიკური დისკურსის შექმნა და ყველა კვლევარი ფილოსოფოსი ამას ამბობს, რომ პოლიტიკური დისკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის გაჯერებული მთელი საინფორმაციო, თქვა, სიღრმეები, შრეები და განსაკუთრებით წელს ამან შეიძინა, მე ვიტყოდი, სერიოზული დატვირთვა, ხო? ანუ ეს რა არის პირველ რიგში? პირველ რიგში ეს არის 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციას, ანუ პუტინსა და მარიონეტულ რეჟიმს, საცხინვალის რეგიონის მარიონეტულ რეჟიმს შორის სიღრმისეული შეთანხმება, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომელიც რეალურად არის ანექსიისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, ვინაიდანაც 2022 წელს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, ეს ამის შემდეგ და იმ წარუმატებლობის შემდეგ, რომელიც რუსეთს აქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფრონტზე, ტექნოლოგიებში, ეკონომიკაში თუ ასე შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტწილად წარმატებული ბჭყალებში ნაბიჯები პუტინის თვალთახედვით. რა თქმა უნდა, ეს მისთვის შესაძლებელია რაღაც ფასადური, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნიშნული შექმნა იყოს, ხო? ამიტომ იმის საწინააღმდეგოდ ჩვენ რასაც ასე ვთქვათ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაღიარების პოლიტიკაზე ვსაუბრობდით და ვატარებდით. ანუ მე რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების პირობებზე ვამბობ, რომელიც პრაქტიკულად მორღვეულია და ასევე ვთქვათ ჩვენი მეგობრების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერით მთელი ეს რეზოლუციები, დავები, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, მყარი ფუნდამენტი საერთაშორისო სამართლებრივი, ეს ირღვევა, ზუსტად ირღვევა იმით, რომ ქართული ოცნების რიტორიკა არის ისეთი, როგორიც არის. ანექსიასთან დაკავშირებით როგორ უწყობს ხელისუფლების ეს რიტორიკა რუსეთის დაცვა თუ წინა ხელისუფლებაზე ქართულ მხარეზე პასუხისმგებლობის დაკისრება ანექსიის პოლიტიკას? ხო, ანუ ძალიან მარტივია. ანექსიის საწინააღმდეგო ჩვენ არც ერთი ნაბიჯი და არც ერთი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კონტექსტში ქართული მხარის, ანუ ივანიშვილის ქართული ოცნების, ვთქვათ, მხრიდან გაკეთებული კონკრეტული ნაბიჯები არ გვინახავს, ანუ არც ერთი. საქართველო არის იზოლაციაში მარტო დარჩენილი, საქართველო არის ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს, მათ შორის ის თანამშრომლობს, ვთქვათ, თუნდაც აი სანქციების ფორმატში, რაც ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვთქვათ, ირანთან მიმართებაში სანქციებში ზუსტად მოაყოლა საქართველოში ერთ-ერთი დაფუძნებული კომპანია, მაგრამ მისი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, იზოლაციაში, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის კონტექსტში ზუსტად ანექსიის, ასე და აი ამ რიტორიკით ანექსიისთვის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ემზადება, ვთქვათ, სერიოზულად, ძალიან რბილად, ძალიან კონტექსტუალურად, საზოგადოების მხრიდან ეს შეჩვევა, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის მუდმივი პროპაგანდა, რომ იცით რა, საქართველომ დაიწყო ომი, საქართველო არის დამნაშავე, წინა ხელისუფლება არის დამნაშავე, სააკაშვილი არის დამნაშავე, მთელი, ვთქვათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა, პროპაგანდისტული გზავნილები, რაც გულისხმობს
უსწრაფობს იმას, რომ წარმოუდგენლად მძიმე რუსული დეზინფორმაცია ვრცელდება, ის რომ თურმე თქვათ პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამეორება იგივე კალაძე კობახიძე პაპუაშვილის მიერ რომ მაგალითად რუსოფობია არის ეს რუსოფობია არის პირდაპირი ტერმინი, რასაც რუსული პროპაგანდა სულ იმეორებს და რაზეც ასე ვთქვათ დგას რეალურად რუსული პროპაგანდა. კი ბატონო, აი დღესაც ზუსტად არის რბილი გარდამავალი ხაზი, რისთვისაც ემზადება რუსეთი ძალიან დიდი ხანი და რაც როგორც ჩანს არის განზრახვა ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ თუ რუსეთი, ასე ვთქვათ, რუსეთს და რასაც აკეთებს ივანიშვილის ანტიქართული და ანტიეროვნული ძალა, რომ საერთაშორისო სამართლების პრინციპები, გეოპოლიტიკური პრინციპები, საერთაშორისო ურთიერთობის პრინციპები გამოაცალა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოებრიობის საყრდენს, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ის, ვთქვათ, რბილი პროპაგანდისტული ძალა, რომლისკენაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი იბრძვის. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი, ამას დავასრულებ. რა ერქვა იმ ოპერაციას, რომელსაც იმ სამხედრო აგრესიას, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, ხო? ანუ ეს იყო შვიდობის იძულება და ასევე დღეს თუ დავაკვირდებით განცხადებებს რუსეთის მხრიდან და ქართული ოცნების მხრიდან პირდაპირ იდენტურია. თქვენ რა გონიათ, ანუ მედვედევმა დღესაც ახსენა რუსოფობია. იქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომ ნახეთ სააკაშვილის და ზელენსკის რაღაც ერთ სიბრტყეში თქვა შედარება და ეს რას ნიშნავს? ესეც პროპაგანდისტულად, ეს რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება, ესეც და ასევე ემთხვევა ერთ-ერთი ზუსტად ქართული ოცნების პროპაგანდას და პოლიტიკურ დისკურსს, ანუ რატო რომ რუსეთის მთავარი გზამდილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ვებრძვით რეჟიმებს, ხო? ანუ ესე ამბობს აი სააკაშვილის რეჟიმი, იქ უკრაინაში ზელენსკი და ასე შემდეგ. ანუ და არა ხალხებს, მაგრამ ხალხებს სინამდვილეში იმორჩილებს ზუსტად იმით, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ხო? ანუ ხატია, კითხვა მინდა დაგისვათ. არა მხოლოდ მიმდინარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმაზეა დავა, ვინ დაიწყო ომი, არამედ აი პრინციპში დღეს გლოვის დღეა და დღეს ყველა უნდა საუბრობდეს რუსულ აგრესიაზე, იხსენებდეს ან საუბრობდეს იმაზე ამ 18 წლიანმა ისტორიამ, ან 18 წლის წინანდელმა მოვლენებმა ჩვენ რა გვასწავლა, ან რა გაკვეთილი იყო ეს თუნდაც დასავლეთისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ თემებს, რომელიც შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგანია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ არა მხოლოდ იმაზეა დავა, თუ ვინ დაიწყო ომი, ან ვინ არის აქ მთავარი დამნაშავე, არამედ თარიღი და მთავარი, რასაც ხელისუფლება ამბობს ხოლმე თქვენი მისამართით, არის ის, რომ ეს თარიღი სადავო არ გამხდარა არც წინა ხელისუფლებისთვის, მათ შორის 2013 წლამდე, როცა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რაც ადასტურებს იმას თუ რომელ თარიღს მიიჩნევ ომის დაწყების თარიღად, ადიოდა იმდროინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს. აი რა შეიძლება, რა არის ამაზე პასუხი? ან რატომ გახდა დღეს არა, ბოლო წლებში ეს პოლიტიკური დავის საგანი? იცით რა არის ზოგადად ბიძინა ივანიშვილის სიძულვილის მთელი ეს პროპაგანდისტული გზავნილები ზუსტად ემსახურება იმას, რომ გაიხლიჩოს საზოგადოება და გაიხლიჩოს ერი. რა თქმა უნდა, ჩვენ რო ვიყოთ დემოკრატიული, თავისუფალი, ნორმალური, აბსოლუტურად დაცლილი თქვა ზიზღისგან ხელისუფლების პირობებში, ძალაუფლების პირობებში, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ერთიანი საზოგადოება, როდესაც გმირებს იხსენებს, რომელიც ერთიანად დგას, რომელიც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება, ხო? ანუ პირიქით ზუსტად არა მხოლოდ თქვა რაღაც ომის დაწყება კი არა, ომის დაწყება არის ის, რაზეც აბრალებს, ხო? წინა ხელისუფლებას და საქართველოს, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს, როგორც გითხარით, ანექსიისთვის გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის კონკრეტულად მიუხედავთ იმისა, რომ დავები დასრულებულია, მაინც მომავალში ძალიან სერიოზული. კი ბატონო, თუმცა ერთადერთი რაც ალბათ მათ არ დაუწყიათ დავა ეს თარიღია. ეს სამხედრო აგრესია ხო არ დაწყებულა ეხლა ვთქვათ 7 აგვისტოს ზუსტად, ხო? მე ძალიან კარგად მახსოვს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, ეს დაიწყო იმ ძალიან სერიოზული რიტორიკით, რომელიც ვთქვათ ივლისის ბოლოს უკვე დაძაბულობით და ცეცხლის გახსნით და შემდეგ უკვე აგვისტოს დასაწყისში ქართული სოფლებით დაბომბვით, შემდეგ უკვე როდესაც
საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდეთ იმაზე, რომ დიახ, ეს პირდაპირია, ასე ვთქვათ, სამხედრო აგრესია, როდესაც 58 არმია გადმოვიდა შეტევაზე, ეს იყო ზუსტად ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტო, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი პოზიცია და ეს ერთიანი პოზიცია არ გაიზიარა, ყველაზე უფრო ტრაგიკული ის არის, რომ არ გაიზიარა საქართველოს ხელისუფლებამ, ხო? და როდესაც შენი პოზიცია ემთხვევა მათ შორის სამართლებრივ კონტექსტში რუსეთის პოზიციას, კრემლის პოზიციას, ხო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე როგორც გითხარით, საერთაშორისო სამართალი, სუვერენიტეტი ქვეყნის, დამოუკიდებლობა ქვეყნის, ეს დამხმევა პრობლემა იქნებოდა 2013 წლამდე. დადგეს საფრთხის ქვეშ და ისედაც საფრთხის ქვეშ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას არ სჭირდება ბოდიში, ეხლავე დავასრულებ, ამას არ სჭირდება მხოლოდ რაღაც რიტორიკულად ან კონცეპტუალურად ჩვენი, ასე ვთქვათ, შეხედვა საზოგადოების, ამას სჭირდება ძალიან კონკრეტულად შეფასება თუ როგორია ანტიეროვნული ნაბიჯები ამ ძალაუფლების. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სანამ ივანიშვილი არის ძალაუფლებაში, ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ანექსიასთან დაკავშირებით, ის მცდელობებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს აქვს, არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგავთ, არაფერი განსაკუთრებული არ უქნიათ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ჩვენი მეგობრები საერთოდ გაწიეს, ანუ ევროკავშირი, თქვათ, ატლანტიკური სივრცე, ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენ ხედავთ რა ხდება, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან სერიოზული გზავნილია, რომ ის ირანული კომპანიები და კრიპტო კომპანიები, რომელიც საქართველოში კიდევ შეიძლება მრავლად იყოს არეგისტრირებული, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. ხო, ისე როგორც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი. ეს არის კატასტროფა და მხოლოდ რუსული ინტერესი. და რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება? ივანიშვილი რატომ აკეთებს? იმიტომ, რომ მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება, ფინანსური სტაბილურობა გადის საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ შორის რუსული გავლენები. იმიტომ რომ რუსეთმა კიდევ ეხლა ხო არ დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ქმედება, გავიხსენოთ 1801 წელი, გავიხსენოთ 1910 წელი. მაგალითად, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსაც რომ ვკითხოთ, ეს თარიღი თუ როდის დაიწყო ომი, ალბათ ყველაზე ნაკლებად სადავო თემაა, იმიტომ რომ მათ გაცილებით ადრე გაუშვეს მათი ოჯახის წევრები ომში და ზოგადად არა მხოლოდ მათგან, ზოგადად მომისმენია ბევრისგან, მათ შორის იმ დროინდელი ჟურნალისტებისგან, რომ თარიღზე დავა ყველაზე შეიძლება ბევრ რამეს განსაზღვრავდეს და მასზე პასუხი ასევე განსაზღვრავს ვის მიიჩნევ ომში მთავარ დამნაშავედ, თუმცა ეს მაინც არ არის ის თემა, რაზეც ახლა დღეს პოლიტიკური დისკუსია უნდა მიდიოდეს. მე მინდა გკითხოთ თქვენი აზრით, რაზე უნდა საუბრობდეს დღეს პოლიტიკური სპექტრი. აი, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მე რა პოლიტიკაც მაქვს, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას მშვიდობას მოუტანს, რომ ახალი ომით ჩვენ თავიდან ავირიდოთ, ოპოზიციის მხრიდან ხომ არ უნდა გვესმოდეს უფრო მეტად. ზოგადად როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას რუსეთთან ურთიერთობა, ან დეოკუპაცია, ან ისეთი პოლიტიკა, რომ არც სუვერენიტეტი იყოს შელახული, არც ახალი ომი იყოს გამოწვეული. ანუ ისეთი საკითხებია, რაც საზოგადოებას ალბათ აინტერესებს, მაგრამ პოლიტიკური დისკუსია სწორედ იქითკენ მიდის, საიდანაც პრინციპში ქართულ ოცნებას მიჰყავს. იცით რა, მე ბოლომდე მე ვიზიარებ თქვენს თქვათ რაღაც რიტორიკას, მაგრამ მე ბოლომდე არ გეთანხმებით იმაში, რომ თქვათ ომის დაწყების თარიღის კონტექსტი, როდესაც მათ შორის ხდება ისტორიის გადაწერის მცდელობა, ეს არ უნდა იყოს სერიოზულად განხილული. მე გეთანხმებით, რომ ერთიანი უნდა იყოს პოზიცია, გეთანხმებით იმაში, რომ ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება ქვეყანას, ეს არის იზოლაცია და საზოგადოების დაყოფა და ის სიძულველი, რომელსაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში წინა ხელისუფლების მიმართ და კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ ვისმენთ, ვისაც და გვესმის და ეს საქმიანობაც გამყარებულია პოლიტიკური დევნით, ყველა მიმართულებით, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ნორმალური, წარმატებული, მშვიდობიანი და განვითარებული, ხო? მაგრამ როდესაც საქმე იმაზეა, რომ ჩვენ ხედავთ უკვე მოღალატეობრივ ანტიეროვნულ ნაბიჯებს, მაგალითად როგორიც არის დასკვნა იმ კომისიის, რომლის გამოც ადამიანები ციხეში გაუშვეს, ხო, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ თარიღი, ეს არის საერთაშორისო სამართალი, გეოპოლიტიკური არსი, საერთაშორისო ურთიერთობები, რომელსაც აუცილებლად აი ამ კონტექსტს რუსეთი გამოიყენებს.
რაც შეეხება თვითონ თქვა საერთაშორისო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას და სტაბილურობას, ხო? ანუ მე თქვენთან ამაზე ძალიან დიდი ბევრჯერ მისაუბრია და თქვენს კოლეგებთან. ანუ როგორია, რა უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოების მთავარი საყრდენი და მთავარი ფუნდამენტი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, საქართველო არის პატარა ქვეყანა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, ან ნებისმიერ ისტორიაში, რომელსაც გადაავლებს თქვენ თვალს, ანუ არ ვიცი, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მრავალი საუკუნეების წინ თუ უახლესი თუ ასე შემდეგ, პატარა ქვეყნის, თქვათ, მთავარი ფუნდამენტი უსაფრთხოების შეიძლება იყოს მხოლოდ ორი. ეს არის პირველი საერთაშორისო მნიშვნელოვანი მეგობრები, ძლიერი ეკონომიკა, თქვათ, დასავლური ინვესტიციები, ანუ ის ინვესტიციები, რომელიც აქ უზრუნველყოფს ქვეყანაში უზრუნველყოფს ნამდვილად, თქვათ, სხვადასხვა ინტერესებს, რაც ხდება ახლა თუნდაც სომხეთში და აზერბაიჯანში და განსაკუთრებით სომხეთში, თქვენ იცით 200 მილიონიანი პაკეტი უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ტრიპის დერეფანზე და მათ შორის ნახევარგამტარები, აი მაგალითი მინდა ვთქვა. და მეორე ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი ფუნდამენტი, ეს არის ძლიერი ჯარი, თავდაცვა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელზეც თქვა ძალიან დიდი ხანია საუბარია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად თქვა ამაზე პასუხი, როგორია საქართველოს დაცულობას, უსაფრთხოება. აი მაგალითად ევროკავშირმა გადასცა რამდენიმე მილიონი და ასეული მილიონი მოლდოვას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დასამონტაჟებლად, ხო? ამიტომ ეს არის ორი ძირითადი კომპონენტი. საქართველოს ძლიერი მეგობრების გარეშე, ძლიერი ინვესტიციების გარეშე, თქვა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო, თქვათ, ძლიერი პლატფორმებში, ალიანსებში მონაწილეობის გარეშე არის საფრთხის ქვეშ. ანუ ეს არის ცალსახა და ჯარი, ფუნდამენტი მთავარი ჩვენი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ გვაქვს და გვქონდა იმისი ამბიცია და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ჯარი ყოფილიყო გამართული და ზუსტად და ნატოს სტანდარტების შესაბამისობაში და ზუსტად ეს დაადასტურა აგვისტოს ომის დღეებმა, უბრალოდ რუსეთთან ომის დღეებმა, როდესაც ჩვენმა ჯარმა შეძლო შეუძლებელი, ხო? ამიტომ, როდესაც ამ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, ანუ ეხლა ლოგიკურად, ყოველგვარი, თქვათ, ხმამაღალი სიტყვების და პათოსის გარეშე, უნდა შევხედოთ, თქვათ, ქართული ოცნების ანტიეროვნულ პოლიტიკას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ევროინტეგრაცია მოიშალა, საქართველოს, თქვათ, საერთაშორისო პოზიციები შემცირდა, ჩვენ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრები, ჩვენ და ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც შეაჩერა პრაქტიკულად რუსეთი, თქვენ გვახსოვს ძალიან კარგად პრეზიდენტ ბუშის გამოსვლა გეიტსთან და კონდოლიზა რაისთან ერთად. ანუ ეს ყველაფერი თუ შევხედავთ ამას, ხო, ანუ ყველაფერი მოშლილი, ანუ საქართველოს არჩევა არც ერთი პლატფორმა, რომელმაც მეგი შეიძლება დაიცვას. პირიქით, სამი საპირისპიროთ რუსთან დავამთავრე ბოდიში, რას ვისმენთ ჩვენ ქართული ოცნებისგან? ჩვენ ვისმენთ იმას, რომ ერთადერთი გარანტი არის თურმე ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რაც არის აბსოლუტური სისულელე, ნონსენსი, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს რამის გარანტი. თუ არა და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მათ შორის ის, რომ საქართველოს რუსეთიდან დანიშნული მინისტრები ყავდა, მათ შორის შევარდნაძის პერიოდში, ძალიან კარგად გვახსოვს ის, რომ როგორი იყო, თქვათ, დათმობის პოლიტიკა, მაგრამ არც ერთი მისხალიც კი რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში არ დაუთმია. არც ივანიშვილის ბოდიშმა უშველა, არც რუსულმა გავლენებმა უშველა, ამიტომ ვერაფერი ვერ იქნება გარანტია გარდა იმ რეალური, ისტორიული, გეოპოლიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტისა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და უსაფრთხოების არქიტექტურა. დიდი მადლობა ხატია. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე არავინ არ არის წინააღმდეგი არც კონკრეტული ეკონომიკური კავშირების საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თავმოყარე თავისუფალი დამოუკიდებელ ქვეყანას ჭირდება თავმოყარე დამოუკიდებელი ძალაუფლება და არა ანტიეროვნული ძალა. ამიტომ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ორ უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტს. მადლობა ხატია